ყველაზე მეტად მაინც თეთრი მიყვარს. მაინც ყველაზე მამა ჩემო მარიკო გაიყვანა გარეთ ჰაერზე. და მე მიგორებული აგერ ვდევარ ბედნიერად და ვუყურებ ჩემი მაგიდის ფეხს, რომელიც გონზე არ ვარ, მართლა შოკირებული ვარ. აი ხوار რაღაც შოკში გაგდებთ. ამ ბოლო დროს ამ ცხოვრებაში იმდენი რამე მაგდებს შოკში, რომ გონია რომ მე ვარ პანიკიორი. არ ვიცი, მე რო ვარ კი ვიცი, მაგრამ ანუ თლად ასეთი არ მგონია და არ მეჩვენება. მაგიდის ფეხი გაიბზარა ხალხო. და დღე-დღეზე გადატყდება. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფეხი უნდა გამოვცალოთ ამ თლიანი მაგიდა. ოღონდ ვერ ვხვდები, აი, რასთან მაქვს საქმე, ვერ ვხვდები. აი არ ვიცი ხალხო. ძალიან დავიღარე. უკვე 5 წელიწადში შეიძლება, არც კი 4 წელიწადში, ხო, გამოცვალო ავეჯი 2 ჯერ თუ რაღაც, აი, რატო? ანუ ვინმე მაგესით რატო? მართლა არ ვიცი რა გაბზარა მაგიდის ფეხი. შემაქوارმა შეშენის იქნებაო ეგეც. გაბუჭებული, სახელი გაბუჭებული. აი არ ვიცი. რა ხდება ვერ გავიგე. და ეს თვალები რატომა გადასიებული ვერცე ვერ გავიგე. მაგრამ თვალებს რას დავეძებ ხალხო საითაც, აი აქეთ წამოვგორდი. მაგიდის ფეხს უყურებ გაბზარულია, იქით მივგორდი და არ ვიცი გიხარით თუ არა ტელევიზორი გამიბუჩდა. სრულად არა, სრულად მალე გაითიშება ალბათ, მაგრამ ხაზები გაიკეთა. ოღონდ ახალი ტელევიზორია, აქ რო გადმოვედით მაშინ გვაჩუქა ჩემ ძმამ. ხო, გავაგრძელეთ. მერე წამოვჯექი, იმიტომ რომ უკვე ძალიან დავისტრესე და ვხედავ, რომ სამზარეულოს მინა გაბზარულია. ანუ უკვე ისტერიკა მჭის მართლა. რაც დაგუჭდა ეს სახლი, ანუ რაც აქ ჩამოვცხოვრდით, რაც ტექნიკა დაჯდა ჩვენი თუ გვაჩუქეს თუ რა არის, თავიდან არის ყველაფერი საყიდელი. ხო, აი ეს საყვარლად ყველაფერი თავიდან არის საყიდელი. რავი, ეგრე გამოდის მე მგონი, იმიტომ რომ ამ სახლში ტექნიკა ვერ გავახარე. ტექნიკა ვერ გაიხარა. ვერ დავეჭვა. აი მე და სხვათა შორის ვეღარც ნერვებმა უკვე სიტყვები არ მყოფნის. ვაიმე, აი ვაიმე. ახლა ვეღარ ვსკროლავ, იმიტომ რომ მაღლა ფილებს აკეთებენ და არ ვიცი დენიკათიშეს მოკლედ და მოდი ცოტა წავიჭორავთ. რამდენიმე სიტყვა მინდა გითხრათ ჩემს ძალიან რაღაცა ღრმა ბნელ დეპრესიაზე თუ რთულ დღეებზე თუ რაც ქვია მოკლედ რა არ მინდა სახელი დავარქვა, იმიტომ რომ არ ვიცი რა ქვია. ზუსტად არ ვიცი რა ქვია. ზოგადად ადამიანები ძალიან ბევრ დიდ მარტივ და თან რთულ გზებს გავდივართ ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ძალიან ცუდად ვარ მიგორებული, მაგრამ რადგან შინაურები ვიყურებთ დიდი ხნის ადამიანები. გავდივართ კი მარტივ გზასაც, რთულსაც. ზოგს ყვებით, ზოგს არ ყვებით, ალბათ უმეტესად არ ყვებით. მე არ ყვები ბევრ ამეს, იმიტომ რომ ბევრი იმიტომ.
თქვენ იცით, სულ ამბობ, რომ რაღაცები არის, რასაც არ გიზიარებთ, არ გიზიარებთ, იმიტომ რომ არ ვარღო რაღაცა საზღვრებს. ჩემთვის საზღვრების დარღვევა ძალიან მძიმე ამბავია, იმიტომ რომ არც მე ვენდომება რაღაც რო არ მინდა ეს საზღვრები დამირღვიონ. და როცა რაღაცა ისეთი ხდება ხოლმე, თუნდაც ორ კვირაში ერთი წუთით მოხდეს რაღაც ისეთი და რაც შეიძლება სახეზე აისახებოდეს და აისახება, რატომღაც გონიათ ხოლმე ადამიანებს, რომ აუცილებლად პირად ცხოვრებას ეხება რაღაცა მოწყენა თუ არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი რამ ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ის იქნება პირადი ცხოვრება თუ სამსახურეობრივი, მეზობლური, მეგობრული, რა ვიცი, რამდენი რამე ხო და ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაცა მაგაღელოს ადამიანი რა. და მე ვარ ადამიანი, ვისაც ძალიან ხშირად აღელვებს ხოლმე ყველაფერი და ყველა. ადრე მეტად დარდობდი ხოლმე ყველაზე და ყველაფერზე ასმაგად ემოციური ვიყავი, ვიდრე ახლა აი 100% შემიძლია რომ გითხრათ. უფრო სწორად ადრე ვფიქრობდი, რომ ჭკვიდან არ გადავიდეთ ხო, ყველაზე იმდენად ვნერვიულობდი, ყველა ვითარებაზე ვნერვიულობდი. ძალიან ემოციური ვიყავი, მაგრამ ამის მერე შედარებით დავწყნარდი და ახლა უფრო მეტად დავწყნარდი კიდე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზეპო ემოციური ვარ. ვიღაცისთვის საკუთარ თავს რო ვყურებ, მაინც ვუკრავ ტაშს, იმიტომ რომ შედარებით დავასტაბილურე რა რაღაცეები. და რაღაცებს შიგნიდან ვკეტავ, თუმცა რო კეტავ შიგნიდან სად მიდის აქ სადღაც ხო არის არა, მაინც. უბრალოდ გარეთ არ გამოგაქვს რაღაცეები რა. და ბევრ ამეს არ ყვები და ხო, გითხარით კიდეც რატო არ ყვები ბევრ ამეს და ზოგადად რატომ მგონია რომ ადამიანებმა რაღაცები უნდა ჩავკეტოთ ხოლმე და მაცა ჩვენი სივრცე არ უნდა გავაღოთ ბოლომდე რა. შენია რაღაცნაირად და ბევრი რამის მიმართ შესაძლოა რაღაცა ისეთი დამოკიდებულებები მქონდეს, ტკივილები მქონდეს და ნამდვილად არ მინდა მერე რომ ადამიანებმა ეს ვითარებები თუ ეს ადამიანები თუ არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება იმ მომენტში ხო, ლანძღონ და მოიხსენიონ ცუდად და ასე შემდეგ. იმიტომ რომ გათენდება დღე ერთი კვირის თუ რამდენი ხნის მერე და მე შესაძლოა იმ ადამიანებთან მქონდეს ისევ გარკვეული ურთიერთობა, ვითარებებთან მქონდეს ისევ გარკვეული ვითარებები, ისევ შედარებით სტაბილურად გრძნობდე თავს და ნუ ხო ხვდებით რა. თუმცა ბევრი რამ არის, რაც ალბათ ამ მდგომარეობამდე გიგროვებს და მიყავხარ რა, ხო, დეპრესია, რა ვიცი, რაც გინდა დავარქვით, რა მნიშვნელობა აქვს მაგას. მიყავხარ რაღაცებს, თუმცა რაღაცებს კი არა, რეალურად შენ თავს მიყავხარ ყველა ვითარებამდე, შენს თავს, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა მფარველობდე, ყველაზე მეტად უნდა იცავდე და სულ საზღვრები უნდა გქონდეს საკუთარი სიმშვიდისათვის და რატომღაც ყველაფერს ვცდილობთ, რომ შემოვისაზღვროთ საკუთარი სიმშვიდეების გარდა და საკუთარი რაღაცეების გარდა რა. იმდენი ადამიანისგან მტკენია გული, იმდენი დაუმსახურებელი რამ მიმიღია ცხოვრების მანძილზე, რომ ხანდახან მინდა რომ საკუთარ თავს ჩავეხუტო რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მტკენია, დაუმსახურებლად. უცხოებისგანაც მტკენია, აი რო არ მიცნობენ ეგეთი ადამიანებისაგან. ძალიან ბევრი ახლობლისაგან, ძალიან ბევრი ნაცნობისაგან, ზოგადად შესაძლოა ერთი სიტყვა მითხრა და გამიფუჭო მთელი დღე, თვე და მთელი ცხოვრება მახსოვდეს ეს ტკენა რა. ძალიან ბევრი გაუგებარი სიტუაციებიდან მომხვედრია გაუგებარი ფრაზა, საერთოდ რო არაფერ შუაში არ ხარ და ანუ
გონზე რო არ ხარ და მტკენია ძალიან. სულ ფიქრობთ ხოლმე ადამიანები, რომ აუ, ეგეთ რაღაცებს არ მიაქციო ყურადღება რა. თუმცა დრამატიზებაში არ გადაიტანო, მაგრამ არ გამოდის რა. ჩვენაირი ემოციური ადამიანებისათვის რთულია რაღაცეები. ხანდახან გაქცევაც გინდა, გაქცევა ვინმესგან არა, გაქცევა საკუთარი თავისგან, რომ აი რატო ვერ ისწავლე ჭკუა მაგალითად. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები ხოლმე ქვანცა ვერ დაიღალე, ანუ რატო არ იღლები? აი ჩემთვის ვეკითხები ხოლმე რომ რა ვერ გღლის, რით ვერ დაიღალე, რით ვერ გამოიფიტე, რატომ აძლევ გარკვეულ ადამიანებს შანსს რომ არსებობდნენ შენს ცხოვრებაში. შესაძლოა ისევ იმ საფეხურზე ვეღარ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც არსებობდნენ რა. მე ვეუბნები ჩემ თავს რომ იცი რატო, იმიტომ რომ ამიტომ და მე ვჩუნდები ხო? ეგრეა. იმიტომ რომ რაღაცები რო არ გავატარო, რაღაცები რომ არ მივუტევო ვიღაცებს და რაღაცა ვითარებები არ დავივიწყო, თუნდაც ვეღარ გავაგრძელებ ცხოვრება. შეიძლება ვერასოდეს გამოვიდე გამოქვაბულიდან რა. და მე ვეუბნები ჩემს თავს რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდება და თენდება რა თქმა უნდა უკეთესი დღე, მაგრამ შესაძლოა ამ ცხოვრებას ძალიან მაგრად ვერ დავუდექი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისგან მეტკინა და ძალიან მყარად არ ვიდექი. რომ დგარიყავი შესაძლოა ასე არ მომხდარიყო. ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში რაც მომხდარა რა, თუნდაც ელემენტარული აქ რაღაცა დრამებზე არ არის საუბარი, თუნდაც ელემენტარულებზე მაქვს საუბარი რა. და არ მომხდარიყო ბევრი რამ, რაც მოხდა ანუ ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი შანსები რომ გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან ისეთი რაც ახლა ძალიან წამწევდა წინ და რაღაცა ძალა არ მეყო, გამბედაობა არ მეყო, ბევრი რამ არ მეყო. და რაღაცნაირად ახლა ვდგავარ და ვფიქრობ რომ უკეთესი ცხოვრება უნდა მქონო და ისეთი პოტენციალი მქონდა და ცუდი ცხოვრება არ მაქვს, მაგრამ უკეთესი უნდა მქონდეს. ბევრი კუთხით. რაღაცად მე გამოქვაბულში გითხრევს ეს ყველაფერი რა, განააზრი აქვს ამ ყველაფერს, ამ ყველაფერზე ფიქრს და ნერვიულობას, უბრალოდ რაღაცები რო ილექება მე ძალიან გტკივა ის რაღაც და კი ამ ყველაფერს დააღწევ თავს, მაგრამ ამ ყველაფერსაც დრო ჭირდება რა. ის რომ ძალა არ მეყო, რომ ისევ დავიწყო წონის კლება, ძალა არ მყოფნის, გამოფიტული ვარ, ძალიან დაღლილი ვარ. არ მაქვს არანაირი ენერგია იმის, რომ ეს ყველაფერი ტვინში დავილაგო და დავიწყო. თორე კვერცხის მოხარშვის პრობლემა კი არ არის. ტვინი არ მაქვს მომართული რაღაცეებისაკენ. ამ ჩემმა წონამ მეტად ჩამithრია დეპრესიაში. ჩემთვის წონის მატება ავტომატურად ნიშნავს ჩემ ძალიან ცუდად ყოფნას, როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ისე მენტალურად. სამწუხაროა რომ ძალიან კარგად გრძნობდი თავს და ისევ თავიდან მომიწია იმ ჯოჯოხეთის გავლა და ახლა თავიდან უნდა გადავალაგო ტვინი და ვერ გადავალაგე და ამას განვიცდი ძალიან. ის რომ არ მიხარია ხანდახან გათენება, რომ ასარკეში აღარ მინდა ჩავიხედ და გავრბივარ საკუთარი თავისგან. მიმღებლობა არ მაქვს საკუთარი კილოგრამების და მინდა რომ ეს ძალიან სწორად მოვიდეს ეს მესიჯი ადამიანებამდე. არ ხარ იმხელა რომ ასე იდარდო, ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ყველა ადამიანს ჩემს საკუთარ ოჯახის წევრიდან დაწყებული, ვიცი, უცნობ ადამიანებამდე, ვისაც ესე წეღანები არ გავაგრძელე ვიდეოს ჩაწერებთ, რომ გამეთიშა დამიჯდა მობილური და მაღლა ივას რო აკეთებენ, ამიტომ დენიც არ მქონდა და
ახლა ჩაირთვების მერე კი გავიდა 3 საათი და იმ საუბრის ემოციები ცოტა დამიცხრა კიდეც. საუბრობდი ბოლოს იმაზე, რომ წონა ძალიან ანგრევს ფსიქიკას გოგოებო და ზუსტად ვიცი, რომ ვისაც გაქვთ ეს პრობლემაში გადასული და გაწუხებთ, ძალიან კარგად ხვდებით, რას ვგულისხმობ. სულ ვიმეორებ, ერთია, როცა შენ ამ სხეულში თავს გრძნობ კომფორტულად და მეორეა, როცა შენ სხეულში არათუ ნორმალურად გრძნობ თავს, არამედ გაუცხოება გაქვს და არ გინდა ამ ყველაფრის მიღება. მაგრამ მიღება რო არ გინდა, უნდა გაანძრიო, ხო? ხელი და რაღაცეები კიდევ იმისათვის, რომ ყველაფერი უკან დახიო და ხშირად არ ხდება ხოლმე ყველაფერი ისე მარტივად, რომ ხა ათქები და დაკეტე რა პირი არ ჭამო თუ რაღაც არ ხდება ესე, არ იკეტება. ხანდახან ვერ ვკეტავთ მეგობრებო, ხანდახან და ძალიან მწყდება გული, რომ ადამიანებს ისევ აქვთ ეს ასე ვთქვათ მიდგომა. ძალიან ბევრს ვთქვამს ჩემს ირგვლივ, რომ პირს თუ დაკეტავ ყველაფერი რიგზე იქნება, ეგრე არ იქნება. ასე არ არის, ასე მარტივი არ არის ჩვენ და სამწუხაროდ. ხო, ყველა მეუბნება, რომ შენ ისეთი ის გაქვს ნეფისყოფა, რომ აი ხუპამდე რატო ვერ მივდივარ ეგ. ალბათ ხანდახან მეც მიგვრის ხოლმე, მაგრამ ხო რა, ვიცი როგორც არის. უბრალოდ ხალისი აღარ მაქვს ისე როგორც მქონდა, როდესაც მიხარო და ჩაცმო. და ეს მე მგონი ძალიან ჩვეულებრივი ამბავია რა. შუა დღეებში მეგობრებო, მილიონი საქმის გაკეთების შემდეგ დაგიბრუნდით ცოტა ხნით, სანამ ყავას მივირთმევთ. ძალიან მინდა ხოლმე, რომ რა საქმეებსაც ვაკეთებთ, თქვენც ჩემთან ერთად ბრძანდებოდეთ, მაგრამ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ყველა ვიცით, რომ დრო უფრო იწელება ხოლმე. ასე დროს და დრო ძალიან ცოტა მაქვს და თან ისეთი ქაოტური საქმეები გვაქვს ახლა, რომ აივანი კიდევ ვერ დასრულდა, რომელიც ვიდეოში გაჩვენეთ და ენით ვერ აღწერ. ვერაფრით ისეთი მტვერი, რომ ვერ აღწერე ის ვითარება. ისეთი მტვერია, 3 დღის სარეცხი არ დამირეცხავს და სარეცხს მიაქვს ჩვენი ოჯახი, ისეთი ამბავი გვაქვს სახლში. ტონა დაგრო და ხალხო არ ვხუმრობ, ტონა სარეცხი. ხო და არ ვიცი. მამა მითხრა, სხვა ჩუსტით ფეხსაცმლით, კალოში თვითის კიდე გადიექტვერი სახშაჭო უმიტადო და აი ხოხვი ძლივს გავედი სხვა რაღაცები, თანცელოფნები დავალაგე იქ მტვერი არსაიდან, ისინი გავწმინდე მოაჯირის, სადაც ვკიდებთ თოკები ყველაფერი და დავფინე სიმწრით სარეცხი, მაგრამ მეორე პარტიას ვეღარ ეცღებთ, რომ შეუძლებელია. ორშაბათამდე ვერ დასრულდება აივანი, რადგან მამა დღეს მუშაობს, არ იქნება სახლში და ისევ ამ წარმოუდგენელ ვითარებაში ვართ, მაგრამ ულამაზესია ხალხო, რომ გავედი, მეთქი ვინმე სახლში ხო არა ვარ, მეთქი სხვა სახლში ხო არ ვარ. მართლა ულამაზესია, ვგიჟდები, ისე ძალიან მომწყოს, საოცრად ლამაზია. მე რა თქმა უნდა გაჩვენებთ, ჯერ დასრულდეს ერთი ვაიმე, დასრულდეს რამენაირად. ამ თვალების ქავილმა ხო მომკლა, რა ხდება მარიკონო? რა იყოდე? ხო, მარიამზე გამახსენდა აქვე. მარიკოს აქვს 10 ივნის დაბადების დღეს, რამდენიმე დღეში. ტორტი შევუკვეთეთ უკვე და მოდი ვაღიაროთ, რომ ტორტების ფასები უბრალოდ უკვე გაბრენილია და რა არის? Oh my god, გიშველი შეალაგე ხა უკან. უთავმოყარეოდ გაიზარდა ფასები ტორტის.
მე კიდევ ვფიქრობ, რომ ცოტა გამიმართლა და რაღაცნაირად ბიუჯეტურად ვიშოვე ეგ ტორტი. ბევრად ძვირი მითხრა სხვა საკონდიტროებმა, თუმცა ამ საკონდიტროსაც მე ძალიან ვენდობ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მათი მომხმარებელი ვარ და ნამდვილად ასე რომ ვთქვათ, არ ვუჩივი. ძალიან მომწონს და ნახოთ, როგორი იქნება. მეც ძალიან მაინტერესებს და ერთი სული მაქვს ვიზუალურადაც ვნახო, როგორი გამოვა და იმედი მაქვს, რომ ფოტოსთან მიმართებაში იქნება ძალიან ახლო. რაღაცა პატარა დეტალი შევცვალეთ, მაგრამ იდეა იგივეა, მოკლედ რა. არ ვიცი. 120-დან დაიწყო ამ ტორტის ფასები, 120 ლარიდან. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ 10 ნაჭრიან ტორტზე, მეგობრებო. და რა თქმა უნდა, 10 ნაჭრიანი რო არის, უნდა გათვალო, რომ რა ვიცი, შეიძლება 15 და 18 ნაჭერიც გამოიყვანო იქიდან, იმიტომ რომ თხლად იჭრება ხო ტორტი, ახლა ეს სხვანაირად ითვლება კიდე ეგეთი ნაჭერი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, 10 კაცზე არ არის გათვლილი. ხო და აიმე ერთმა საკონდიტრომ მომწერა გოგო 235 ლარი. მეთქი კაცრავად. მეთქი სხვაგან მოვხვდი. ხო, ეგ მეც მე როგორ მიკვირს, არაფერი არ მიკვირს, ხო ძალიან არის ყველაფერი გაძვირებული და თქო უნდა ხა ტორტმაც გააძვირა თავისი მომსახურება, ხა უკაცრავად პროდუქტები თუ ძვირდება, ნიშნავს, რომ ავტომატურად ის ყველაფერი ძვირდება, ხო და მოკლედ. მე დედა როგორ მებხანება. ხო და შეგვიძლიაო, რომ რაღაც ცოტა ბიუჯეტურიც დაგიკეთოთ, ალბათ 1.20 ლარი დააკლდებოდა და აშკარად არ მაწყობდა ეგ ამბავი. დაბადების დღისთვის მარიკოს ვყიდეთ კაბა, რომელიც ასევე არის ულამაზესი. მაშინ მე თქვენ არ გაჩვენეთ კაბა და ვთქვი, რომ აუცილებლად გაჩვენებთ. ხო, რამდენიმე კაბა შევუძინე, ოღონდ იმ დღეებში, როცა ჩაიცვენს, მაშინ გაჩვენებთ, ხო? ერთი სავარაუდოდ გაჩვენეთ უკვე, მაგრამ არ ვიცი, რამდენად კარგად ჩანდა და ახლა კიდევ გაჩვენებთ, არის ულამაზესი კაბა იმ მართლა. ძალიან ლამაზი და ერთი დღისთვის, ასე ვთქვათ, არ მიყიდია, იმიტომ რომ სხვაგან სალმე თუ წავიყვან, აუცილებლად ამ კაბას გამოვიყენებ, იმიტომ რომ მართლა ხა ერთი დღისთვის ყველაფერს ხო ვერ ვიყიდი და სხვაგანაც ჩავაცმევ. ამ კაბასაც და დაბადების დღეზე რაც უნდა ჩაიცვას, კიდევ იმ კაბასაც სხვაგანაც ჩავაცმევ აუცილებლად. ხო და გადააგდე დედა ეგ და ეს ქართულ მოტივებზე უფროა, ეს ქართული სამოსის ელემენტებით არის დაბადების დღის კაბა. ეს ორი კაბა რო ვყიდეთ, მივეცით არჩევანის გაკეთების საშუალება, რომ დედიკოთქო ბავშვთა დაცვის დღე რო იყო, მაგისთვის უყიდე ერთ-ერთი. რომელი გირჩევნია, ეს თუ ეს რო ჩაიცვა თქო და ამოირჩია ის კონკრეტული, რომელიც ძალიან მომწონს და ასევე რომელიც ძალიან მომწონს, ის აირჩია დაბადების დღისათვის და მიხარია ძალიან. ჩემი გოგო ხდება 5 წლის და ცოტა შოკირებული ვარ და ცოტა არ მიჯერა და გაოგნებული ვარ, როგორ გაფრინდა ეს 5, ანუ 3-ის რო ხდებოდა კიდე რაღაცა ისე ვიყავი, 4-ის რო ხდებოდა კიდე აი 5 უკვე სერიოზული განაცხადია და რაღაცა ცოტა შოკში ვარ. 5 წლის ხდება ბავშვი, მეთქი ამდენის არის უკვე. რაც ნიშნავს იმას, რომ დრო დიახ, ძალიან სწრაფად გადის ჩვენ და სამწუხაროდ. როგორც უკვე ვიდეოში ვახსენე, სხვაგან ვერსად ვერ მივდივართ გარდა ბაღისა, იმიტომ რომ 11-ში ზეიმია, 12-ში ზეიმია და მოკლედ არც ერთი წამი დრო აღარ მაქვს აღარაფრისთვის და ბაღში ჩააქრობ ჩემი ნარნარა თავის ლამაზ ტორტს, როგორიც უნდოდა მას, რომელი გამოსახულებითაც უნდოდა ზუსტად ისეთი ტორტი შევუკვეთეთ და არ მიცდია, რომ მოდი აბა ეს ხო არ გინდა და ის ხო არა, როგორი ფიგურითაც უნდოდა, რამდენიმე ვერსია პინტერესტზე ვნახე, ვაჩვენე და იმ რამდენიმედან ის ერთ-ერთი კონკრეტული აირჩია და რა თქმა უნდა,
დავყევით მის ნებას, იმიტომ რომ ეს მისი დაბადების დღეა და მე არ მიყვარს რომ ამბობენ ხოლმე რომ მე ბავშვი ახლა ნეტა რა იცის, მე არ ვთვლი ასე და მგონია რომ დიახაც უნდა იცოდეს კიდეც ბავშვმა. შესაძლოა ჩვენ რაღაც დირექტივები შევიტანოთ რაღაცეებში, ხო? მაგრამ ანუ არ უნდა დავუკარგოთ ის ძირი, რაც მოწონს ბავშვს. შესაძლოა რაღაცა ოდნავ შევაცვლებინოთ რა, მაგრამ ანუ რეალურად ის უნდა იყოს, რაც უნდა, ხო? არის ხოლმე შემთხვევა, რომ შესაძლოა ბავშვს ისეთი რაღაცის ჩაცმაუდდეს, საერთოდ რა არაფერში არ ჯდება და რასაც უნდა შევეცადოთ, რომ სხვა კუთხით დავანახოთ ის, რასაც იმ მომენტში თვითონ შესაძლოა ვერ ხვდება და ის აუცილებლად გამოყვება თუ მისთვის გასაგებ ენაზე შესთავაზებ ამ ყველაფერს. ნუ ზოგი ბავშვია რომ არც გამოყვება. ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, ყველაფერი. ხო და მოკლედ კაბების შემთხვევაში რა თქმა უნდა თავად აარჩიეს კაბებიც, რამდენიმე ვერსიიდან აარჩია. და მოკლედ არ გაწიო რატო წევ? ეგ იმიტომ მოგეცი რომ ველოსიპედით გეკატავადე? არც მეტი არც ნაკლები ველოსიპედი ოთახში შემოტანილი. აწყე მერე დედა. და ძაფი? სად გაგძაფი? აი მე მაგას ვერ გამოვწევთ დედა. და მოკლედ ასე დაიგეგმა 10 ივნისი. ნახოთ ანასაც უნდა გამოსვლა 10-ში, ნახოთ მოკლედ რა იქნება რა. არ ვიცი ნამდვილად არაფერი, როგორ იქნება, რა იქნება, საყიდელი მაქვს სანთელი, საყიდელი მაქვს კიდე რაღაცა წვრილ დეტალები და ნახოთ. შაბათ-კვირარისთვის მქონდა რატო არ გავედი, მაგრამ ცოტა არ იყოს მოდუნებულ მდგომარეობაში გახლავართ და ფეხი ვერ გავანძრი, ასე რომ ვთქვათ რა, მაგრამ წითელი თქო თეთრი წინდა აქვს მარიკო საყიდელი და თეთრი საცვალე ზეიმისათვის გვაქვს ორივე, მაგრამ რაღაცა დიდად არ მომწონს იმ კაბისთვის და იმ ვიზუალისთვის შესაბამისად ახლები უნდა ვიყიდო. ეგეც საყიდელია და დიდი პრობლემა არ არის, იქვე ვიყიდე. ხო და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი გოგოს დაბადების დღე და პლუს ის, რომ ზეიმი აქვს და მას ძალიან უხარია და ძალიან აბედნიერებს ეს ფაქტი და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ეს მისი ბედნიერება, ჩემთვის არის აი განუზომელი, რამ როგორც ყველა დედისათვის და მამისათვის. დღეს დილით მოკლედ მქონდა კოშმარული გაღვიძების ამბავი, ნახე აი ხალხო, როგორ დავახციო სიზმრებს თავი, თქვენ თუ მეტყვით, მე ვიქნები უბედნიერესი, იმიტომ რომ დავიღალე, ანუ სული დამეტანჯა ამ სიზმრების გადამკიდე, ანუ აღარ მინდა და დილიდან მარიკოს ვატრენინგე გიჟივით და არანორმალურივით, როგორ უნდა მოიქცეს ისე დროს თუ უცხო ადამიანი მასთან მივედა მე იმწავს იქ არ ვიქნები, ან სადღაც ვიხედები, მოკლედ რომ არავის არ უნდა გაყვეს არსადან, მოკლედ რა ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე ამ თემასთან დაკავშირებით, მithom მე ბავშვს ვეძებდით, აი ძალიან სტრესული სიზმარი იყო და გამომაღვიძა საკუთარმა ხუნეშამ და უკუნესამ და წუწუნმა და ტირილმა გამომაღვიძა და ნუ აი რაღაცა ისეთი დილა იყო რაღაცა ძლივს გამოფხიზლდი და ძლივს აღვიქვი რეალობა რა. რომ ყველაფერი სიმშვიდეში იყო და ანუ რაღაცა რეალობა ვერ დავაკავშირე ვერაფრით. აი მე თუ ეს რასიზმარი იყო. გუშინ პირველად დამცხა, აი როგორ გოგოებო იცით, გარეთ რომ ყავდა მარიკო გაყვანილი, ვერ ვსუნთქავ, რეალებთ ისე მცხელოდა. საშინელი სიცხე იყო. ღმერთო ეს რა იყო გუშინ. ახლა დღესაც ძალიან კარგი დღეა. სხვათა შორის გოგოებო შამპუნზე უცებ აქვე რო არ დამავიწყდეს. მე როგორც მივხვდი, ეს შამპუნი დაახლოებით ძლებს 2 დაბანამდე. 2 დაბანამდე გულისხმობ ყოველ მესამე დღეს რო დაიბანო და არა ვთქვათ ყოველ დღე იბანო, ჩამოგერეცხება ხარ რა თქმა უნდა, ალბათ არ ვიცი. მაგრამ ყოველ მესამე დღეს, ანუ მაგალითად დღეს პირობითად დღესღამე ძილის წინ მივიღე ეს პროცედურა თმის
დავიძინე, მეორე დღეს წავედი სამსახურში და მესამე დღეს ისევ დავიბანე თავი, ხო? და უკვე აშკარად ეტყობა ამეებში. ძალიან არ ეტყობა სხვათა შორის, აი ახლაც რო გაკაჩავს, აი მაგალითად ჩვეულებრივად ისია რა. მაგრამ მაინც მირჩევნია გამოვიყენო აი ამეებში რა. სადაც კარგად ვერ მოხვდა ხელი იმ დღეს, ახლა მირჩევნია რომ მოკლედ ეს ამბავი გამოვიყენო და აი რავი ძალიან კმაყოფილი ვარ რა. ეხლა საღებავი შავით მას სხვანაირად აყენებს ფერებს, რა თქმა უნდა, ფერს, მაგრამ ხო, ძალიან მინდა გოგოებო თმის ჩამორეცხვა შავი ფერის და არ ვიცი, რაღაცა სხვა ფერი მინდა, იცით როგორი ფერი? ცა შოკოლადის ფერი, ოღონდ რძიანი შოკოლადები როა, ეგეთი ფერის თმა მინდა, რაღაც აღარ მინდა შავი. მიუხედავად იმისა, რომ შავის მომხრე ვარ, ანუ აღარ მინდა. რადიკალურად სხვა ფერებიც მინდა, მაგრამ ცოტა მეშინია გარისკვა და მითხრეს, რომ სახლში ჩამორეცხვაც ჩვეულებრივად ხდება, ჩემ ახლობელმა მითხრა, ადრე რომ ჩამოვირეცხე მეო სალონში, რამდენიმე პროცედურა გჭირდება და ერთი პროცედურა, გაუშვი დადემად. ერთი პროცედურა დაახლოებით 70 ლარიდან იწყება და ჩემი შეება უფრო ძვირი დაждდეს, ოდნავ კიდე გრძელი მაქვს. ხო და აი არ ვიცი. ამიტომ მინდა რომ სახლში გავიკეთო ეგ პროცედურა, უბრალოდ ფიქრობ რომ ეგ რო გავიკეთო რა ფერზეც დავისვამ დაახლოებით ეგეთი ფერის შამპუნს ვიპოვი, საღებავ შამპუნს, რაც ახლა მე შავზე ვიყენებ. ეგ უკვე არ ვიცი. შეება არც ამ წელს არც ვქნა ამ ზაფხულს. ოქტომბერში გეგმება ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი დღე და ძალიან სასიხარულო დღე და სანათესაოს შეკრების დღე და ძალიან დიდი ტაშფანდურის დღე და ძალიან მაგარი საღამო. გაბედნიერების საღამო, შესაბამისად მაგ დღეს საკუთარ თავს მივეცი პირობა, რომ ვიქნები იმ ვიზუალით, რა ვიზუალითაც მინდა რომ ვიყო აბწამსაც. ჩემ თავს შევპირდი და ეს აუცილებლად იქნება, შესაძლოა ხალხად ისე არ ვიყო როგორც მინდა, მაგრამ ბევრად კარგ მდგომარეობაში ვიქნები. და ის კაბა მინდა ჩავიცვა, რომელიც მინდა ჩავიცვა და მაქვს სახლში და შევხარი და შევნატრი, მაგრამ ვნახოთ, შესაძლოა სხვა კაბა მოვირგო და მოკლედ ძალიან მიხარია, რომ ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება და გამოვიკვანწები და კიდევ ამას სტიმული მეტად მომცა, რომ რაღაცები დავიწყო და ერთ ადგილას არ ვტკეპნო და აი მე რა ვიცი და ვერ ვიწყებ თუ რაღაცა და დააწონის კლებას თუ რაღაცა მოკლედ თავი დავანებო ამ გოდებას და საკუთარი თავის რაღაცა დასტრესვას კიდე ამ გოდებით. ხო, როდის რა იქნება, ეხლა მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ, რომ როცა დავიწყებ, უნდა დავიწყო მოკლედ. ოქტომბრამდე ეს ყველაფერი მოვაგვარო და მაშინ ვფიქრობ, რომ თმის ფერი ხომარ შევიცვალო. ბარემ ქორწილისთვის, აი არ ვიცი. მოკლედ ვგეგმავ. ასე მე ვგეგმავ იქითა ზაფხულს მარიკოს მონათვლას. ოღონდ მინდა რომ გავაკეთო დიდი ნათლობა. და რაც ძალიან ცუდად გამოვიდა და ძალიან არ მომეწონა და ძალიან არ უნდა ყოფილიყო ეგრე და მოხდა რომ ჩემი ჯვრის აღვნიშნეთ სახლში, იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ და აუცილებლად გავაკეთებ ახლა მაინც დიდს, იმიტომ რომ ჩემი ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანი ვერ დაისწრო, იქიდან გამომდინარე, რომ სახლში განა რამდენი ადამიანი დატყო, დაახლოებით 50-60 კაცი დავტიეთ. რაც ძალიან არ მომეწონა, ვერც გავერთე, სახლში ისე რა უნდა გაერთო გეხოცები. იგივე შეცდომას არ დავუშვებ, ადრე ვფიქრობდი, რომ მეგონ მონათლო და ვიყოთ მხოლოდ დათილების არავითარ შემთხვევაში, გადავწყვიტე, რომ ასე აღარ გავაკეთებ და ოღონდ ეგ როგორ იქნება, არ ვიცი, იმიტომ რომ
ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდ რიცხვზე ავდივართ, იმიტომ რომ ზღვასანაც ასე მყავს მადლობა ღმერთს და ყავს. ხო, ამიტომ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად მინდა რომ უკეთ გავაკეთოთ ასევე. ნახოთ, შესაძლოა არ გაკეთდეს, მაგრამ მე რა მინდა იმას გეუბნებით უბრალოდ და ძალიან მინდა რომ ასე გამოვიდეს. უკეთ ესეთი ამბები გოგოებო და ნახოთ რა იქნება, რა გამოვა ჩემი გეგმებიდან, რა განხორციელდება. აქ საოცნებო არაფერი არ არის, უბრალოდ გეგმა, რომელსაც უნდა გავყვეთ და ნახოთ როგორ გავყვებით. შესაძლოა ვერც გავყვე, შესაძლოა გავყვე, ნახოთ რა იქნება, არ ვიცი. ხო და თმის ფერს არ ვიცი, მოკლედ. შველება ვერ გეტყვით. მინდა ძალიან ჩამორეცხო, ანუ სალონური პროცედურები გოგოებო ღირსაკმაოდ ძვირი, მაგრამ თუ კარგი პროდუქტებით გიკეთებენ, რა თქმა უნდა, ეხა ხმას ვერ ამოიღებ რა, იმიტომ რომ ყველაფერი ძვირია ხალხო და ეხა უკაცრავად. ხო და ზოგადად საკმაოდ ძვირია პროცედურები. ეხა წავიდე და ადრე როგორც მქონდა სასწაულად გამიკეთეს და საოცრად მიხდებოდა და მივათხლიში 200 რაღაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე მალევე გადადის, ხა რაღაცა დროის მერე უფრო სწორად მალევე არ გადადის და მართლა არ გაქვს ადამიანს იმდენი საშუალება, რომ ამდენი პროცედურა იკეთოს სალონში, თუნდაც 2 თვეში ერთხელ, სამწუხაროდ. ხო და სახლის პირობებში უნდა მოვძებნო რამე გზა, რომ რაღაცნაირად თმის ფერი შევცვალო და არ ვიყო მუქი. შავი, რაღაც ჩაჟამული. თუმცა შავი მომწონს. ზოგადად შავი ძალიან მიყვარს, შავი ფერი, თუმცა როცა დავიკელი, არ ვიცი ვის გახსოვთ, ვის არ გახსოვთ, შავ ფერს თითქმის არ ვიცვამდი ხოლმე, იმიტომ რომ ფერადის ხასიათზე ვიყავი, როცა ვიყავი დაკალებული. პირშად ჩაიდოდე. ხო და ნახოთ რა იქნება. იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა.